დაბრუნდება და სამწუხაროდ არც ერთი ეს ტრაგედია არ გახდა გზის მაჩვენებელი ჩვენი ხელისუფლებისთვის მაშინ როდესაც ისე ვიმეორებ სულ მცირე თვითონ მაინც უნდა ელოდებოდეს ქალაქის მერი გამოძიების დასრულებას, რომლის დასრულების იმედი მე არ მაქვს, იმიტომ რომ მსგავს სიტუაციებში ჩვენ ხშირად ვნახეთ, რომ არაფრით არ დასრულებულა კომპანიას მათ შორის არასდროს არც ფინანსური ანაზღაურება გაუწევია დაზარალებულების მიმართ, სასამართლომდე ეს არ მისულა. ანუ სამართლებრივ სივრცეში ხელისუფლება არ ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას, იმიტომ რომ მათი ერთადერთი გამოსავალი არის, რომ გაიშვირონ ხელი და ისაუბრონ წარსულზე და აი ეხლაც გუშინ ერთი დღე ითმინა და პრაქტიკულად ერთი დღეღამეც კი ვერ მოითმინა, გამოვიდა ქალაქის მერი და ისევ ხელის გაშვირა, ისევ წარსულზე, ის დღეს საუბრობდა რაღაც სამშენებლო ნებართვებზე, რომელიც თქვენი მერობის პერიოდში იყო გაცემული. ბატონ გიგი, რატომ იყო მაგალითად კალაძე ორიენტირებული ისევ 9 წელზე და ის არ საუბრობდა თქვა დაველოდოთ გამოძიებას, აქცენტს ამაზე რატომ არ ეკეთებდა? ის არის გაღიზიანებული უბრალოდ იმიტომ რომ ხედავს შეიძლება მერიის რაღაც კვალს იმ მომხდარში. თბილისის მერობის იმიტომ რომ კალაძეს თბილისის მერობა ფერარით სეირნობა მიაჩნია და არა მათ შორის რუსთავიორთან და ტელევიზიებთან ბრძოლა მიაჩნია, პოლიტიკურ ოპონენტებთან ესეთი უხამსი ფორმით ბრძოლა მიაჩნია და არა რეალური პრობლემების მოგვარება. ეხლა მან ახსენა 2009 წელს შეცვლილი კანონი. მე შემიძლია საზოგადოებას ისე ვიმეორებ, შეიძლება დღეს საერთოდ არ იყოს ამ თემაზე საუბარი უპრიანი და დროული, მაგრამ ვინაიდან მან ეს ესე ვთქვათ თემა გახსნა და ცეცხლი გახსნა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, აქაც გვაქვს საშინელ აღვირახსნილ არაკომპეტენტურობასთან საქმე. 2009 წელს გაუქმდა ჯარიმები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცხოვრობენ ექსპლუატაცია მიუღებელ შენობებში. დიახ, ესეა დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით და ძალიან ბევრ ქვეყანაში ფორმალურად ექსპლუატაციაში მიღება შენობის არ არის დაკავშირებული იქ კომუნალური სერვისების შეყვანასთან. და გიხსნით რატომ არის ეს? 2009 წელი იყო უმძიმესი წელიწადი ფინანსური კრიზისი, ომის შემდგომი პერიოდი და განსაკუთრებით სამშენებლო კომპანიებსაც გაუჭირდათ მათ შორის და მათ შორის განსაკუთრებული ღონისძიებების მიღება მოგვიწია. მაგრამ ამ შემთხვევაში სამშენებლო კომპანიების გამო არ მომხდარა ეს. უამრავი ადამიანი, ათეულობით ათასი ადამიანი თბილისში და თბილის გარეთაც ცხოვრობენ ან ვიღაცების ბინაში, რომლებიც არ კერძო საკუთრება, ან სახელმწიფოს მიტოვებულ ბინებში, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული, ან ზოგადად აუშენებელ ბინებში. და ჩვენ ამ ადამიანებს იმის მაგივრად რომ უმსუბუქებდეთ მდგომარეობას ავდექით და გქონდა ჯარიმები. ანუ ადამიანი გაჭირვებიდან დევნილი მაგალითად ცხოვრობს რომელიღაცა შენობაში, მას იმის გამო რომ ეს მისი არ არის და ვერ რეგისტრირდება, ვერ დენი, წყალი, გაზი ვერ შეყავს, ეს ერთი პრობლემა და მეორე მოდის სახელმწიფო და მას აჯარიმებს, იმიტომ რომ ექსპლუატაცია მიუღებელ შენობაში ცხოვრობს. ანუ აქაც გვაქვს პრობლემა. კალაძე იქნება და ქართული ოცნება ებრძვის ღარიბებს და არა სიღარიბებს, ებრძვის გაჭირვებულს და არა გაჭირვებას. აი სწორედ ამიტომ იყო ეს კანონი მიღებული, იმიტომ რომ de facto უამრავი ადამიანი ცხოვრობს ასე და მათ დაჯარიმებას გეკითხებით რა აზრი აქვს დევნილის დაჯარიმებას, რომელიც ისედაც კომუნალურ გადასახადს ძლივს იხდის. და მეორე ეს რომ აღგვეცნა მაშინ დევნილების დიდი ნაწილი ბოდიში და დავასრულებ, იქნებოდნენ დავასრულებ თუ შეიძლება, იქნებოდნენ დენის, წყალის და გაზის გარეშე, ამოიხოცებოდნენ შიმშილით. ამიტომ როდესაც ქალაქის მერი გამოდის ავლენს ასეთ უვიცობას, ავლენს ასეთ პოლიტიკურ არაშემწრეტელობას, პოლიტიკურ ცვედნობას დავარქვევდი ამ და ამის მერე რაღაც უკბილოდ ხუმრობს, უბრალოდ აი სისტემური არა, მორალური და ადამიანური კრიზისია ამ პიროვნების გარშემო. ეს არის პრობლემა. იმიტომ რომ ყველა და ბოლოში ხა თუ რაიმე შეცვლა გინდა, შეუძლებელია აი ასეთი პათოლოგიური პოლიტიკური ცვედნობა, რომელსაც ქართული ოცნება მთლიანობაში და ამ შემთხვევაში კალაძე ავლენს. 7 წელია ეს ხალხი ხელისუფლებაშია. პერსონალურად ეს კაცი იყო
ენერგეტიკის მინისტრი, ანუ ყაზტრანსგაზის თემები მას იმთავითო ეხებოდა. მეტიც, მისი წინამორბედი, ასევე ქართული ოცნების მერი, დღეს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაშია, ასევე ესე ვთქვათ, ამ თემასთან შემხებლობაში, თავი რო გავანებოთ, რომ მერი იყო. ხო, თუ რაიმეს კაცო ცხენს ჟირაფად გამოგიცხადებს ქართული ოცნება, ვის უმრავლესობა კონსტიტუცია შეცვალეს და 1000 რაღაცას, რასაც უნდა იმ კანონის იღებენ და აგერ ტუალეტის ქაღალდზე დაწერილი მურუსიძეს და უვადოდ მოსამართლეებს ნიშნავდნენ ერთ დღეში. და ესენი საუბრობენ, რომ კანონია და კანონს ვერ შევცვლი და კანონია თურმე ასეთი? თუ რამე არ მოგწონს იმ კანონით და გიმეორებ, გიმარტავ, თუ ვინმე არ აკავს ამ ადამიანს მრჩეველი, უმარტავ კანონს, რატომ იყო ეს მიღებული და რისთვის იყო ეს მიღებული, რომ ეს ღარიბი ადამიანების ხელშეწყობისთვის იყო მიღებული და არა მადლობა ბატონო რომელიმე სამშენებლობისთვის. ამიტომ ეს არის პრობლემა. ეს ადამიანი მორალურად ინტელექტუალურად და ყველა სხვა პარამეტრით არაფრით, აი მე წუხილით ვამბობ, ისე ვიმეორებ, იმიტომ რომ ეს არის ქალაქის არჩეული მერი და მე შეგნებულად წუხილის მეტი გუშინ არაფერი არ გამომითქვა. განსხვავებით კალაძისგან და ბევრი სხვისგან, ჩვენ ვიკავებდით ევროპული საქართველოს ყველა წარმომადგენელი, ვიკავებდით თავს მიუხედავად იმისა, რომ არ მჯერა რომ რამეს გამოიძიებენ, იმიტომ რომ თუ ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო გვინდა აშენდეს, ლევან, ამისთვის აუცილებელია გამოიძიოს და დაისაჯოს სასამართლოს მიერ. აი ეს არის მე ან კომპენსაცია გადაუხადოს. მადლობა ბატონო. არ მოხდება კანონის პრობლემა არ არის ამ ქვეყანაში. კანონის აღსრულების პრობლემაა და აი ესეთი ხელისუფლება სანამ იქნება, რომელიც მუდამ წარსულში ამყოფებს ხელისუფლებას სამწუხაროდ, ასეთ ქვეყანაში ჩვენ მომავალი არ გვექნება. ამიტომ სისტემური გამოსავალია სწორედ ის, რომ ეს ხალხი უნდა წავიდეს ხელისუფლებით. მადლობა თბილისის ყოფილ მერს და ევროპული საქართველოს ლიდერს გიგი უგულავას, რომელიც იყო ჩვენი სტუმარი, ახლა კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის